რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ შოთა მურღულიამ სვანეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა და მათ მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. მინისტრის მოადგილე სამუშაოზე დასაქმებულ პირებსა და კონტრაქტორი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა და ობიექტებზე არსებულ სირთულეებსა და სიტუაციას გაეცნო. მან პირადად მოინახულა მესტიის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების აღნიშნული პროექტი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტების დასრულების შემდეგ მესტიის მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება. რამოდენიმე დღეში თოვლის საფარიდან გამომდინარე პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება სამუშაოების გაგრძელება, თუმცა ნახეთ ის პრობლემები, რომლებიც საჭიროებს ცვლილებას და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, შემსრულებელთან ერთად ჩვენ ამ დროს, იმ პერიოდს, რომლის დროსაც შეუძლებელია სამუშაოების განხორციელება, გამოვიყენებთ დამფინანსებელთან მოლაპარაკებებისთვის, რომ მოახდინოთ პროექტების მცირედი კორექტირება, რათა ეს უფრო ეფექტიანად მოხდეს იმ თანხების გახარჯვა, რომელიც პროექტით არის გათვალისწინებული. ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურის შემოსავლების სამსახურის